სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად. ადამიანი იმიტომ ეძებს მუდამ ბედნიერებას, იმიტომ აქვს შფოთი, იმიტომ ვერ პოულობს ადგილს, რომ გონება მიუწვდომელი ყოფიერებისათვის არის შექმნილი. თეორიულად ვერაფრით ვერ მივხვდებით და ვერაფრით ვერ გავიაზრებთ და ვერ დავიტევთ ჩვენს მომავალს, როგორც არ უნდა ის იქნას გადმოცემული. აი მაგალითად, ხშირად მოგვიყვანია ჩვენ გრიგოლ პალამას დროინდელი დიდი ქრისტიანი ისიქასტის თან ერისკაცი იყო, გრიგოლ პალამას მეგობარი იყო წმინდა ნიკოლოზ კავასი. როგორ აღწერს უფლის დაბრუნებას. როდესაც უფალი ბრუნდება, როგორც დიადი მზე და როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ აღტაცებული ვიქნებით ყველანი, ცოცხლები გარდავისახებით და ისე ვიქნებით აღტაცებულნი, ხოლო გარდაცვლილნი აღდგები ამ მკვდრეთით განახლებულ სხეულში და ამგვარად იქნებიან აღტაცებულნი და ჩვენ ვითარცა პატარა მზეები, აი ესე დიდი სისწრაფით ვიქნებით აღტაცებული იმ დიადი მზისკენ, რომელსაც ქრისტე ქვია. განსაცვიფრებელი რაღაც კოსმიური სანახაობაა, ხო ესე აღწერილი ეს. როგორც განიცადა ამ დიდებულმა მოღვაწემ. პავლე მოციქული ამბობს, ხო ისეთი რამე განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეს, რომელიც არც თვალს უხილავს, არც ყურს მენია და არც გულს არ შეხებია. თითოეული ჩვენგანი აქამდე მივა თუ ქრისტეს უერთგულებს უკანასკნელ ამოსუნთქვამდა. თითოეული ჩვენგანის ხვედრია შევიდეთ აი ამგვარ გონება მიუწვდომელ სიხარულში და როგორც იქ მე კვლავ პავლე მოციქულს დავესესხები, მარადიულად უფალთან ერთად ვიმყოფებოდეთ, უნდა ჩვენ თითოეული ჩვენგანი უფალთან და ერთმანეთთან. ეს აი როგორც სიკვდილია თითოეული ჩვენგანის ხორციელი სიკვდილი გასავლელი, აუცილებლად გასავლელია. თუ ადამიანი ქრისტიანულად ცხოვრობს და ცხონდება, აუცილებლად აი იმ სდიად გამოცდილებას მიიღებს და გაივლის და მარადიულად გონება მიუწვდომელ სიხარულში დამკვიდრდება. მისავლებული სახურებაში რომ არის და ემკვიდროს იქ, სადაც არ არის არანაირი მწუხარება, არა ურვა, არა სულთქმა, არამედ სიხარული, მოუკლებელი, ცხოვრება დაუსრულებელი, ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა. რა არის ეს? ეს არის სიტყვიერად გამოხატული გონება მიუწვდომელი სიმყუდროვე, ბედნიერება. აი როგორც თქვა კვლავ ლიტურგიკულ ლოცვებში ვკითხულობთ, რომ ჩვენ გვინდა შევიდეთ ღვთისნების მყუდრო ნავსაყუდელში. როცა ადამიანი განსაცვიფრებელ კომფორტს გრძნობს, სულიერს, ეს ფიზიკური კომფორტი არ არის, ეს სხვა რამეა. საოცარ სიმშვიდეს, კომფორტს, დაცულობას, იმედს სიტყვით ვერ გამოვთქვა. წინა გემოს ხილვა, აი ამ ყველაფრის, ეს არის სასופველის მდგომარეობა. წინა გემოს ხილვა ადამიანს თუ ის ქრისტიანია, აუცილებლად რაღაცა დოზით ექნება განცდილი. იმიტომაც ვერ ელევა იგი სულიერ ცხოვრებას, იმიტომაც ის ვერ ელევა წირვალოცვას, იმიტომაც ის ათენებს ღამეს, ის მარხულობს, ის ლოცულობს, მუდმივ ძიებაშია ადამიანი. იმიტომ რომ განუცდია, ღმერთმა მოუნიშნა რაღაც ნიშნული, მერე ღმერთმა უკან დაიხია და ადამიანი მერე მუდამ ამ ნიშნულისკენ მიდის და სულ ძიების პროცესში. დღეს ამაღლების დღესასწაულია. განსაცვიფრებელი დღე არის ეს. რა თქმა უნდა, ეს დღესასწაული კავშირშია ყველაფერ დანარჩენთან, მათ შორის ქრისტეს აღდგომასთან. გახსოვთ პავლე მოციქული როგორ ამბობს, თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენ ყველაზე საცოდავი ადამიანები ვართ. რატომ? რამდენი რელიგიაა ისეთი, სადაც არანაირი აღდგომა არ არსებობს. მათ შორის ბიბლიური რელიგიები, არანაირი ქრისტეს აღდგომა, ღმერთის ადამიანად მოსვლა. საქმე იმაშია, რომ და ვიქნებოდით როგორც არ აღდგარა და რა ვიცი, ხო არიან ბიბლიური რელიგიები, სადაც ღმერთი წამთ და მორჩა. და პავლე მოციქული რატომ ამბობს ასე? ხო საინტერესოა. რა, თან მანამდე პავლე მოციქული მანამდე რა მორწმუნე არ იყო მორწმუნე. რაშია საქმე? რატომ ამბობს პავლე მოციქული, თუ ქრისტე არ აღმდგარა, ყველანაირად ხაზს უსვავს თავის და ჩვენ ცხოვრებას. რატომ? საქმე იმაშია, რომ ქრისტიანობა ისეთ რამეს გთავაზობს, რაც სხვაგან უბრალოდ წარმოუდგენელია. სადაც სხვაგან გთავაზობენ, რომ შენსა და ღმერთს შორის დაუძლებელი უფსკულია და შენ უნდა უბრალოდ ღმერთის კანონები შეასრულო, რომ რაღაცა
კომფორტი შეიქმნა მარადისობაში, რომელი კომფორტიც ბოლომდე გააზრებული არ არის და თუ მაინდა-მაინც მოინდომეს ადამიანება მიწიერ რეალობას ხატავენ, ოღონდ განგრძობილად უსასრულო და ცოტა უფრო ხარისხიანს. ქრისტიანობა სხვა რამეს გეუბნება, ქრისტიანობა გეუბნება, რომ შენსა და ღმერთს შორის დაუძლებელი უფსკული კი აღარ არსებობს. რაც ლოგიკურია, შენ ქმნილება ხარ და ის ტრანსცენდენტულია. არამედ ღმერთი შენში იწყებს ცხოვრებას, შენში. შენი ბუნების განღმრთობა ხდება. შენ თავად ხდები ღმერთი მადლით. შენი სულიც და შენი ხორციც თავად ღმერთის შვილი ხდები და ხო ის აოცრებავ. ღმერთი ადამიანად მოსული ღმერთი ძმას გიწოდებს. ძმა ხდები სამყაროს შემოქმედისა და ხდები თავისთავად ცხადია სამყაროს შემოქმედისა. აი ამ საოცარ სიმფონიაში, რასაც ღვთისმქმნელობა ქვია და ეს სამყარო, მისი გვირგვინი ხდები. მემკვიდრე ღვთისა და თანამემკვიდრე ქრისტესი. და ეს ყველაფერი იწყება შენ შიგნით. შიგნით ქრისტე რო ამაღლდა ზეცად, ჩვენ მას ვეძებთ არა ღრუბლებში, არამედ ჩვენ შიგნით. თითქოს ეს პერსპექტივა ამოტრიალდა და ჩვენ შიგნით ტაძარი ხდებით ღვთისა. და ეს ყველაფერი გონება მიუწვდომელი საიდუმლოება, ქრისტიანული მისტიკა, რასაც ქვია. ეს გახდა შესაძლებელი იმიტომ, რომ ძე ღმერთის ღვთაებრივმა პიროვნებამ თავის თავში ადამიანური ბუნება მიიღო მარადიულად. აი ეს საიდუმლოება აღსრულდა. და ადამიანი, რომელიც მიიღო თავის თავში მარადიულად, რომელი ადამიანიც შენთვის და ჩემთვის იტანჯა და მოკვდა და ჩვენს მაგივრად მოკვდა, ჩვენი ცოდვების გამო ჩვენ რო უნდა მომკვდარიყავით, ის მოკვდა. თანაც ფიზიკურ სიკვდილზე კი არ არის ჩვენ ფიზიკურ სიკვდილზე საუბარი. ჩვენს მარადიულ სიკვდილზეა საუბარი. ჩვენი მარადიული სიკვდილის მაგივრად თვითონ რო ასე იტანჯა და მოკვდა, ადამიანად მოსული ღმერთი. აი ამ ადამიანური ბუნებით რომ ღმერთი იყო, თავისი ღმერთობა უპირატესად აჩვენა იმით, რომ აღდგა მკვდრეთით, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ღმერთი მოკვდეს? გასაგებია რომ ადამიანურად მოკვდა, მაგრამ ის ადამიანის განღმრთობილია. ამიტომ სიკვდილმა ვერ გაიმარჯვა მასზე და სიკვდილი მოკვდა მასში, შევიდა სიკვდილი მასში და ანუ მოკვდა და აღდგა, ანუ გაცოცხლდა და სიცოცხლემ გადაფარა სიკვდილი და ქრისტეს ადამიანში, ქრისტეს ადამიანობაში, ღმერთში როგორც კაცში მოკვდა სიკვდილი. და ამით დამტკიცდა, რომ ქრისტე არის ღმერთი. ამით დამტკიცდა, რომ ქრისტე არის ადამიანად მოსული ღმერთი და ამით განმტკიცდა ის ცოდნა, რაზეც ჩვენ წეღავ საუბრობდით, რომ ჩვენ გასაცვიფრებელი ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან და ღმერთის შვილები ხდებით, მისი ძმები და დები ხდებით, ჩვენში იწყებს ცხოვრებას და ღმერთი და ჩვენ გონება მიუწვდომელ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ანუ განღმრთობილ მდგომარეობაში. ეს ყველაფერი განმტკიცდება იმით, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით. ეს სოფხედველობა, ეს დოქტრინა, მოდი ესე ვთქვათ, ეს რწმენა, რომელიც გულის მიერ განიცდება, ბეჭედ დასმულია მხოლოდ მაშინ, როცა ქრისტე აღდგა მკვდრეთით. და თუ ქრისტე მკვდრეთით არ აღდგა, მაშინ მოტყუებულნი აღმოჩნდებით ყველაზე საცოდავი ადამიანები და სხვა რელიგიების მიმდევართა მსგავსი, რომელთაც ეს ბედნიერება არც კი იციან რა არის და რას ნიშნავს. და ქრისტეს აღდგომით, რომელიც თავისთავად განსაცვიფრებელია, ხო, ნამეტნავი სიხარულისაგან რო არ ჯერათ მოწაფეებს, ქრისტეს აღდგომის მერე ადამიანური ბუნების განხთობის პროცესი ჩვენთვის გრძელდება, განსრულდება, იგი სრულად განხთობილია, როცა დედის წიაღში ემბრიონის მდგომარეობაში იყო, როცა ჩაისახა დედის წიაღში სულიწმინდა ღმერთით, როცა აი ხარების დღესასწაული რასაც აღნიშნავს, აი იქ უკვე განხთობილია სრულად, მაგრამ აი ეს განხთობის განსრულება, მოდი ესე ვთქვათ, სრული რეალიზება ჩვენთვის მოხდა ამაღლების შემდეგ, როცა ამაღლდა ზეცსა და დაждდა მარჯვენით მამისა, ანუ მან როგორც ადამიანმა მიიღო სრული სისავსე იმ დიდებისა, რაც მას როგორც ღმერთს თავისთავად აქვს, ღმერთს საუბრობ. ანუ ამაღლება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ადამიანობის ნაწილი, ადამიანობა ხო ერთი მთელი რაღაც მოცემულობა, ჩვენ ხო ერთი ძირიდან აღმოცენებულები ვართ, ადამიდან აღმოცენებულები ვართ. ამიტომ ადამიანობა, კაცობრიობა ერთი ხეა, მოდი ესე ვთქვათ. ერთი რაღაცა ორგანიზმია და ამ ორგანიზმის ნაწილი, რომელიც თავის თავში მიიღო ძე ღმერთმა, არის ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც ჩვენი გონება ვერ მიწვდება, დაждდა მარჯვენით მამისა. და საოცრება ვიცით რა არის, რომ უფალი შემდეგ იტყვის, რომ მე მინდა
შენც დაჯდე ჩემს გვერდზე, როგორც მე დავჯექი მამის მარჯვნივ. აი სად გვეპატიჟება უფალი. ანუ რა მდგომარეობაში თვითონ არის განხუთობილი, ზუსტად იგივე მდგომარეობაში უნდა მოვიდეთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ მისი ორგანული ნაწილი ვართ. მისი სისხლი და ხორცი ვართ. სწორედ ამიტომ ვეზიარებით ჩვენ, რომ მისტიკურად ეს პროცესი, ანუ საიდუმლოებრივად უკვე უნდა დაიწყოს აქ ამ ქვეყანაზე. ამიტომაც პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში იტყვის, რომ ქრისტეს ამაღლება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი, ანუ ეკლესიის თავი უკვე ზეცაშია და ჩვენ მასთან ერთად პოტენციაში ჯერ კიდევ პოტენციაში, მაგრამ მაინც უკვე მასთან ერთად ვზივართ მარჯვენით მამის. ხედავთ რამხელა ღირსება აქ ადამიანს და ხშირად გამომიყენებია ხოლმე უკაცრავად ეს სიტყვა, როგორ შეიძლება რომ ჩვენი ღირსება დავახურდაოთ იმაში, რასაც უღმერთო ცხოვრება ქვია. როცა ადამიანი უქრისტეოდ სუნთქავს, უქრისტეოდ გულის ცემს, უქრისტეოდ მიდგება, მოდგება, დადის, დაიძინებს, გაიღვიძებს, ჭამს, აკეთებს რაღაცას, გეგმებს სახავს, ოღონ უქრისტეოდ. მაშინ როდესაც ღმერთი არაფერს გიგზალავს, არც სუნთქვას, არც ჭამას, არც გულისცემას, არც შენსახმებს, გარდაცოდვისა, რა თქმა უნდა, თუ ეს ყველაფერი ქრისტესთან არის, მთელი შენი ცხოვრების განხთობის პროცესს დაინახავ შენ თვალწინ. და იმისათვის, რომ ჩვენ ეს გზა გავიაროთ, ამისათვის უნდა დავიწყოთ, ან დაწყებული გვაქვს უკვე იმედია და რა თქმა უნდა, აი ამ გზის გავლაში გვეხმარება 2000 წლოვანი გამოცდილება ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესიისა, რომელსაც პავლე მოციქული ცოცხალი ღმერთის ეკლესიას უწოდებს. და ეს უზარმაზარი გამოცდილება აი დღესაც მოგვეწოდება ჩვენ თუნდაც წმინდა წერილის იმუხლების სახით, რომელსაც მე აღმოგიკითხავთ. ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, რაც დღეს წავიკითხეთ ლუკა მახარებლის საკითხავი, როდესაც შეძრწუნებულები არიან და შეშინებულები არიან, აღმდგარ მაცხოვარს ხედავთ, გასაგებია, ხო, ეხლა მოკვდა დაიმარხა და უცებ ხედავენ, რომ იტანჯა საშინლად, ხო? ერთგვარი გარდამავალი პერიოდი ცნობიერების, გონების, აი გონების ცვლილება, სინანული არის გონმეტანოია, გონების ცვლილება, გონების ცვლილების, ანუ სამყაროს განსხვავებული ხედვის. ქრისტიანი სამყაროს განსხვავებულად ხედავს. იმიტომ რომ ის ადამიანის დაბადება სხვანაირად უყურებს. ის ადამიანის ცხოვრების საზრით სხვანაირად უყურებს. ადამიანის გარდაცვალებას სხვანაირად უყურებს. ადამიანის მარადიულ ხვედრს სხვანაირად უყურებს. ეს რო ჩავშალოთ, ძალიან ბევრი საუბარი გამოგვივა, ამის დრო არ არის. ქრისტიანი ყველაფერს სხვანაირად ხედავს და ვაიმ ქრისტიანს, რომელიც აღსარებელია, მაზიარებელია ეკლესიაში დადის და ყველაფერს ისე უყურებს, როგორც ყველა დანარჩენი და ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც ყველა დანარჩენი. თუ შენსა, როგორც ქრისტიანს და არა ქრისტიანს შორის განსხვავება არაფერია ცხოვრების წესში და შინაგან მდგომარეობაში, პრაქტიკულად ვიძახი. ეს ჩვენთვის კატასტროფაა. და აი ეს გარდამავალი პერიოდი, საფეხურებრივი გადასვლა არაქრისტიანობიდან ქრისტიანობაში გარკვეულ რყევას იწვევს. აი ამ რყევის სიმბოლურად შეიძლება გამოვიყენოთ აი ის რაც დაემართათ შეშფოთენ მოწაფეები და ეუბნება, რომ რასა შეზრწუნებულ ხართ უფალიევნება, რა ისათვის გულის სიტყვანი მრავალი მოვლენან გულთა თქვენთა. შეწუნებულები არიან. იხილენით ხელნი ჩემნი და ფერხნი, რამე თუ თავადი მე ვარ, არ ჯერათ რომ აღდგა მკვდრეთით და ნახეთო და რატო ხელნი და ფეხი, რატო? იმიტომ რომ ჭრილობები, ანუ აღდგა ნიშნავს, რომ მისი ბუნება აბსოლუტურად ჩვენთვის გონება მიუწვდომლად განახლებულია. ეს არ არის ჩვეულებრივი ხორცის სისხლი, ძვალი, რაღაცა სხვა რამეა, ფიზიკის მატერიის კანონებს აღარ ემორჩილება, რაღაც სხვა რამეა, ჩვენ არ ვიცით ამის გამოცდილება არ აქვს. მაგრამ საოცრება ისე, რომ ჭრილობები დაიტოვა. ჭრილობები დაიტოვა როგორც ნიშანი ღმერთის ჩვენდამის სიყვარულის. და ესეთი გამოთქმაც კი არსებობს, მამა ღმერთი სამყაროს თავისი განკაცებული ძის ჭრილობების მიერ უყურებს. და ყოველთვის იხსენებს, ეს მეტაფორული და პოეტური ნათქვამია, რომ მართალია ჩვენ ვცოდავთ, მაგრამ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად რა სიყვარული აჩვენა ძე ღმერთმა. ამიტომ ეს ჭრილობა ერთ-ერთი ნიშანია ამის, მისი ჩვენდამის სიყვარულისა და მეუბნება რომ ნახეთ, ხელი შემახეთ, მე ვარ, ხო, მე ვარ. და მეუბნება სულსა და ხორ ძვალ არ ასხენ, რამე თუ ვითარცა ესე მე მხედავთ, რამე თუ მასხენ, ამშვიდებს, მე ვარ.
რაღაც არ გეჩვენებათ, რაღაც ფანტაზია არ არის, არ მით უმეტეს რაღაცა ხიბლი არ არის, მე ვარ. და ის შემდეგ, როდესაც ეს გამოცდილება ქრისტეს ყდრეთით აღდგომის გამოცდილება, რომელიც ჩვენ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ზიარების მერე დღესაც ვიტყვით, აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ. ჩვენ უნდა გქონდეს მისტიკური გამოცდილება, რომ ყდრეთით ქრისტე აღდგა ყდრეთით, ეს აქ იოტის ოდენაჭვიც არ უნდა გქონდეს ამაში, ამის შემდეგ ადამიანის გონების ცვლილება გრძელდება და წერია, განუხნა გონებანი მათნი გულისხმის ყოფათ წიგნთა. აი რომ ატომარი ადამიანის სახარებას კითხულობს და ვერ იგებს, იმიტომ რომ აი ეს პროცესი არ დაწყებულა. ეზარება სახარების კითხვა. მე გეტყვით, რომ იმდენად საინტერესო წიგნია, რომ ჯერ ხო ვერ ამოწურავ ვერასოდეს, რომ რაც დრო გადის უფრო და უფრო წმინდა წერილს გულისხმობ, თლიანად ახალ აქტებას უფრო და უფრო საინტერესო ხდება. მაგრამ ამას სჭირდება სხვანაირი ხედვა, აი განუხნა გონებანი გულისხმის ყოფათ წიგნთა, რომ შენ უნდა სხვა თვალით, ის ხორციელი თვალებით არ იკითხება და არ გაიგება. დავალებას აძლევს, ანუ ეს გონებრივი მეტამორფოზა, ანუ სინანული რასაც ქვია, რომელიც პროცესია, ის ერთჯერადი აქტი კი არ არის, პროცესია. ეს პროცესი საქმეში ვლინდება და საქმე რა არის? ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებად სოდვათა, ყოველთა მიერ წარმართა და იწყეთ იერუსალიმით. ანუ გასაგებია, რომ ზოგი სიტყვით ქადაგებს, ზოგი ცხოვრების წესით, მაგრამ ყველა ქადაგებს. ქრისტიანი, რომელიც არ ქადაგებს, გავს ძაღლს, რომელიც არ ყებს. ანუ გულისხმობთ, ქრისტიანი თავის ცხოვრების წესით, ხო გასაგებია, რომ ყველას არ ეკუთვნის ერისკაცია, შეიძლება თქვათ, არ აქვს ნიჭი, საერთოდ ასე შემდეგ, ცხოვრების წესით, თვალების მზერით, სიარულის მანერით, თლიანად ჰაბიტუსით, გესმით, აზრებით, გულის მდგომარეობით ადამიანი ასხივებდეს, რომ ის ქრისტესია, ადამიანი ქრისტიანია. გესმით და აი ეს მდგომარეობა მესმის, ეხლა მე მწვერვალებზე ვსაუბრობ, მაგრამ ხო უნდა ვიცოდეთ, საითკე უნდა ვიზრდებოდეთ და ჩვენ ხო უნდა ვიზრდებოდეთ. და აი ადამიანი ქადაგებდეს უნდა და რას ქადაგება რა ნაყოფს უნდა იღებდეს ადამიანებში. სინანული და შემდეგ შესაბამისად უკვე აქედან როგორც ნაყოფი მოტევებად სოდვათა. რა არის სინანული? ადამიანებში აღძრავდეს სინანულს, ნიშნავს ადამიანებში იწყებოდეს მეტანოია, ანუ გონების ცვლილება, ანუ მეტამორფოზის პროცესი. ეს თუ არ მოხდა ადამიანში, ის ქრისტიანი არ არის. ეს პროცესი უნდა დაიწყოს და შენი ჭეშმარიტი ქრისტიანობა და სინანულში მყოფობა სხვას აი გადამდები ხდება ეს. სხვაც ხდება მონანული. სხვაშიც იწყება ეს გონების მეტამორფოზა და ის უკვე იყურება მარადიული სიცოცხლისკენ, ღმერთისკენ. და ყველა ადამიანს წარმართი ნიშნავს ყველა ადამიანში და იწყეთ იერუსალიმით და აი აქ არის სწორედ ის სიმბოლო, რომელსაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. იერუსალიმი რაც არსებობს ობიექტურად, მაგრამ იერუსალიმი არის სიმბოლო ადამიანის გულის, ანუ ადამიანის მისტიკური სიღრმისა. ანუ ამით გვეუბნება, რომ საკუთარი თავით უნდა დაიწყოთ. საკუთარი თავის სინანული, საკუთარი თავის მეტამორფოზით უნდა დაიწყოთ. პირველი ვინც ჩვენ მე რო გავქრისტიანდი თქვათ, ხო? იესო ქრისტე არის ღმერთი და ის ეძებნება ეკლესიაში. პირველი რაც უნდა გავაკეთო, ჩემ თავს მივხედო, ვაიძულო ჩემ თავს მეტამორფოზის პროცესი დაიწყოს მასში. ანუ რაც ვირწმუნე, რა რწმენაც ღმერთმა მომცა, იმ რწმენის შესაბამისად აღძრა საკუთარი თავი და ვაიძულო, სასופველიც ისა იძულებს ქრისტეს სიტყვებია, დაიწყოს, ესე იგი, სვლა ღმერთისკენ. აი ეს არის. და კიდევ ერთი ნიუანსი, მე აგზელებთ, რა თქვენ ხართ მოწამე ამას ყოვლისა, მოწამე, ანუ თქვენ უნდა დაამოწმოთ თქვენი გამოცდილებით, რასაც მე თქვენ გეუბნებით. ანუ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენი ცხოვრების წესით დავამოწმოთ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. აჰა, ესე რა მე მოგივლინო თქვენ აღთქმა იგი მამისა ჩემისა. ამას რო გეუბნებით, თქვენ მარტონე კი არ ახართ, კი, მაგრამ გავიგეს ყველაფერი, როგორ გავაკეთო, როგორ და აღთქმა მამისა ჩემისა და თქვენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალიმსა, კვლავ იერუსალიმზე საუბრობს გულზე, იერუსალიმში იყავით. ოღონ საქმე მოციქულთაში კიდევ განმარტავს, რომ იერუსალიმს ნუ განეშორებით, ანუ ქრისტიანი არის ადამიანი, რომელიც გულის მიერი ცხოვრებით ცხოვრობს. მისი გონებრივი მზერა გულშია მიმართული, ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ, მოლოდინის მდგომარეობაშია აღთქმა მამისაგან. ანუ ქრისტიანი არის მოლოდინის მდგომარეობაში, რომ ღმერთი მის გულს შეეხება, რომ ღმერთი მასთან იქნება. და ეს ხდება სადამდე, ეს მოლოდინი სადამდე მიდის, ვიდრე შეიმოსოთ ძალი მაღლით. ანუ მაღლით ღმერთისგან ძალა, ანუ მადლი.
ძალა არის ენერგია, საღვთო ენერგია, ანუ საღვთო მადლი. და ამ ძალას მივიღებთ როგორ? მიიღოთ ძალი კვლავ საქმე მოციქულთაგან, მიიღოთ ძალი მოსვლასა სულისა წმინდისა თქვენ ზედა და იყვნეთ კვლავ. როცა ეს ძალა მართლა მოვა და ჩემი გული მართლა მიიღებს მადლს სული წმინდა ღმერთისგან, კვლავ შედეგი რა იქნება? იყვნეთ ჩემდა მოწამე, კვლავ დაამოწმებ შენ ქრისტიანობას იერუსალიმში, ისევ შენ გულში, ანუ სიმდისი გიმშვიდდება, შენ ღმერთთან შერიგებული აღმოჩნდები, ღმერთის განცდა გაქვს და ყოველსა სტანსა, ანუ უკვე თელ სამყაროში, სამარიასა და დიდი აღსასრულამდე ქვეყნისა, ანუ მთელი სამყაროსათვის მოწმე იქნები, რომ ქრისტე არის ღმერთი ადამიანად მოსული. და აი თვითონ ამაღლება როგორ ხდება? განიყვანა იგინი გარე ვიდრე ბეთანიამდე, აღიპყრნა ხელნი თვისნი, ანუ აკურთხებს და კურთხევასა მას იესოსა მათთა მიმართ განეშორა მათგან. ანუ კურთხევის პროცესში დაიწყო ამაღლება. წარმოგიდგენიათ მოციქულების განცდა? აი რა საოცრებაა, ხო ჯერ რომ მოკლეს უფალი, ხო საოცრა საშნელ დღეში აღმოჩნდნენ. ახლა უხარიათ ბედნიერები არიან რომ მათთან არის და უცებ კურთხევის პროცესში აღიწევა და გაქრება. ანუ იქ წერია ღრუბელს მიეფარა, ანუ ხო გესმით რომ ეს მატერიალური ღრუბელი კი არ არის, კოსმიური სივრცეები კი არ გაიარა, ტრანსცენდენტურ ყოფიერებაში გადავიდა, საიდუმლოება აღსრულდა. ანუ გაქრა. და აქ საოცარია წესით უნდა განაწყენებულები იყვნენ, იმიტომ რომ კვლავ დაკარგეს, ხო სწორია? ვითარც ასე ხედვიდნენ ზეცად ახსვლასა მისა, ორი კაცი ზედამოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკით და ანგელოზები იყვნენ ამ თეთრი შესამოსლებით. ქვეს მათ კაცნო, გალილეველნო, რასაც დგათ და ხედავთ ზეცად, რატო იყურებით ეს აცაში? იმიტომ რომ იყურებოდნენ, წავიდა უფალი და იყურებია. ესე იესო, რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად. ეს არის ბეჭედი იმ ჭეშმარიტებისა, რომ უფალი დაბრუნდება, როგორც ადამიანური ბუნებით ვიხილავთ, მთელი სამყარო იხილავს, დაბრუნდება და ეს დაბრუნება იქნება რაღაც აი მსგავსი, რომ მოვა ზეციდან. გესმით? ამიტომ ხანდახან გაიგონებთ ზოგიერთი ღვთისმეტყველისგან, რომ უფლის დაბრუნება რაღაც ესეთი საიდუმლო რაღაც მდგომარეობა, რომელიც არ ნიშნავს მაინდა-მაინც მოვიდეს და უკვე მოვიდა და 1000 თეორიებს ხზავენ. ნებისმიერი თეორია, რომელიც წმინდა წერილთან წინააღმდეგობაშია, ის არის ყალბი. იმიტომ რომ ხო გესმით, ეს არის საკითხები, რომელიც არავინ იცის. მაგრამ წმენა, რომელიც ქრისტეს ღმერთობას მიჩვენებს ჩემს გულში, შესაბამისად მიმოწმებს ეს წმენა, რომ ჭეშმარიტება რაც ქრისტემ დატოვა. ამიტომ ჩვენ ვენდობით წმინდა წერილს, ეს არის ჩვენი ორიენტირი ჭეშმარიტებაში, ჭეშმარიტების ძიებაში. რაც წმინდა წერილთან თანხმობაში არ არის, ჩვენ იმას არ ვიღებთ. საოცარი აქ არის ერთი რამ. შემდეგ წერია ესეთი რამე. რომ იგინი თაყვანისცემდეს მას, მიიქცეს იერუსალიმად სიხარულითა დიდი. და რა უხაროდათ? წესით ხო განაწყენებულები უნდა იყოს. და აი აქ არის ეკლესია გვაწვდის ამის განმარტებას, დღევანდელი დღესასწაული სტროფაში არის სიტყვები, რომ მათ იმიტომ უხაროდათ, რომ მათ ჰქონდათ აღთქმა, რომ მოვიდოდა ნუგეშინის სემელი სულიწმინდა, ანუ სულიწმინდა ღმერთის მოლოდინის განცდა აქვს და ამიტომ აქვს სიხარული. არა მარტო ლამაზად წარმოთქმული, არამედ თეოლოგიური განმარტებაა იმ მდგომარეობისა, რაც უნდა მოხდეს. იმიტომ რომ სულიწმინდა ღმერთის გარდამოსვლა, აი წერიათ, რომ მოიქცეს იერუსალიმად, ეს ნიშნავს, რომ სიმბოლურად გულში შიგნით, ანუ შიგნით არიან. ხო ამაღლდა ზეცად, მაგრამ მოლოდინი იწყება შიგნით, იმიტომ რომ სულიწმინდა ღმერთი რომ მოვა მათზე, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ გახდნენ ტაძარი ღვთისა. და როცა ხდება ტაძარი ღვთისა, ეს ნიშნავს ახსლდება საიდუმლოება, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ამ საიდუმლოებას ქვია ქრისტე ჩვენში. ქრისტე ჩვენში და ქრისტე როცა არის ჩვენში, ეს ნიშნავს, რომ მამაც არის ჩვენში, როგორც თავად ქრისტე გვასწავლის, თავად სულიწმინდა ღმერთია ჩვენში, ყოვლადწმინდა სამება მკვიდრდება ჩვენში და ჩვენი გული გადაიქცევა ზეცად და ჩვენ გულსა და ზეცსა შორის განსხვავება აღარ არის, იმიტომ რომ აქაც და იქაც ღმერთია და ეს გონება მიუწვდომელი საიდუმლოება თეორიულად არ განიმარტება და იგი მხოლოდ და მხოლოდ გაიგება სულიერი ცხოვრების პრაქტიკით, რომელსაც შინაგანი ქრისტიანული სულიერი ცხოვრება ქვია. ამისთვის ვართ მოწოდებულნი
და აი როგორც აქ ბოლოს სრულდება, რომ ესენი იყვნენ ტაზარსა შინა და მარადის აქებდნენ და აკურთხებდნენ ღმერთს, აი ეს მდგომარეობა, რომ მადლიერებით ახსავსენი უნდა ვიყოთ, მარადის ვაკურთხებდეთ და ვადიდებდეთ ღმერთს და სულ უნდა გვსურდეს, რომ მასთან კომუნიკაცია იყოს მუდმივი და არასოდეს შეწყდეს. ეს რა თქმა უნდა არ არის ადვილი, მით უმეტეს ერის ადამიანისათვის, მაგრამ შესაძლებელია და გზა ამ მდგომარეობამდე მისასვლელი რა არის? საინტერესოა, ხო? აი რა არის გზა? რა არის გზა? ვეზიარებით. ახსენებას ვამბობთ. წმინდა წიგნებს წერილს ვკითხულობთ და წმინდა მამებს ვკითხულობთ. თვით გონების მიერ იესოს ლოცვასაც ვსწავლობთ. რა არის ეს არ არის საკმარისი რაც ჩამოვთვალე. აბა რა არის საკმარისი? აუცილებელი. აი აქ იყო ნათქვამი. სინანული, რომელიც ნიშნავს მეტამორფოზის პროცესს და რომელიც მხოლოდ თავდაბლობაში ცოცხლობს. თავდაბლობა, რომელიც ქრისტეს დარისათნოებაა, რომელიდანაც აღმოცენდება სიყვარული, რომელიც კლავს ჩვენ ყველა საშინელ სენს, ეგოიზმს, სიამაყეს, პატივმოყვარეობას, ღმერთი მხოლოდ თავდაბალ გულში მკვიდრდება. იმიტომ რომ თავდაბალი გული ღვთისნების აღსრულებელია. და ღვთისნების აღსრულებელი გული განწმენდილია. და განწმენდილი გული მხედველია უფლისა, როგორც უფალი გვასწავლის და ნეტარიყვნენ წმინდანი გულით, არამედ თუ მათ ღმერთი იხილო. ამიტომ ის ერთი მხარე, რასაც ვაკეთებთ, რასაც ჩვენ ქრისტიანობა გვთავაზობს აი მისტიკური მსახურების სახით, რასაც ახლაც ვაკეთებთ და ყველაფერ ამის გადამოწმება და დადასტურება, როგორც ბეჭედი, ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა და ცხოვრებისეული განსაცდელების, რომელიც დაუსრულებლად იქნება ჩვენში სანამ ხორცში ვართ, ცხოვრებისეული განსაცდელების, უსამართლოების და ასე შემდეგ ღირსეულად, ანუ ქრისტიანულად, ანუ თავდაბლობით, ღვთის განგებულებისადმი მორჩილებით მიღება. აი თუ ამას შევძლებთ, ძმებო და დებო, მაშინ ჩვენ ჩათვალეთ, რომ ცხონების გზაზე ვდგავართ და აქაც ხო გავიხარებთ სიყვარულით, ღვთისადმი სიყვარული, იმიტომ რომ საოცარ მადლს გაძლევს უფალი. ადამიანისადმი სიყვარულით გავიხარებთ. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, გიყვარდეს ღმერთი, გიყვარდეს მაქსიმალურად შენი ძალისაებ ყველა ადამიანი და თუ მტრები გყავს, ეგეც ბედნიერებაა. იმიტომ რომ ადრეს გითხარით, იმაზე იოლად მადლი არასოდეს მოდის, როდესაც შენ ვიღაცა დაგწამებს ცილს, ცუდად მოგექცევა, შეურაცხყოფას მოგაყენებს და პირველი რეაქცია, რაც გებრალება ის ადამიანი და მისთვის ლოცვას იწყებ. ამაზე იოლი მადლის მოხოჭის წყარო არ არსებობს. ამიტომ ყველთელი ჩვენი ცხოვრება განათდება და განათლდება ამგვარი ცხოვრებით. და ჯერ კიდევ აქ ხორცში მყოფი, რომელსაც წინ ბევრი გრამ გვაქვს გასავლელი განსასწრებელი, ავადმყოფობები, სიბერე, ვინც მივახწევთ იქამდე, გარდაცვალება, ეს ყველაფერი განსასწრებია, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ბედნიერებას არაფერი არ ემუქრება და სიხარული, რომელიც გვექნება, იმდენად მოუკლებელი და მარადიული იქნება, რომ მას ვერაფერი დაამარცხებს. აი ესეთია ქრისტიანის ცხოვრება და ამაღლების დღესასწაული მისთვის მართლაც რეალურად, ნამდვილად ამაღლებული მდგომარეობის საწინდარია. შეგვეწიოს უფალი ამით. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამით. გილოცა